მაქვს და კლიენტების ფართო სიაც. თქვენი რესურსის ამ უბრალო შეკვეთებზე დახარჯვა მეც მენენება და თქვენც. და შეგვიძლია რესურსები გავაერთიანოთ. თქვენ შეკვეთების ტექნიკურ მხარეს მიხედავთ. მე კლიენტებს მოვიყვან და უფრო დიდ ფარჩი გადაგიყვანთ და მოგება 50-50-ზე გავტეხოთ. ნამდვილად კარგი შემოთავაზება არის, ლადო, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია ამაზე რა. ხოდა დრო გაქვს დაფიქრდი. აწონდაწონე, მაგრამ ფიქრობ, რომ შენთვისაც ძალიან სარფიანი წინადადებაა. როდემდე უნდა იყო ამ პატარა კომპანიების შეკვეთებზე, როდესაც შეიძლება რომ ერთად დიდ კომპანიებზე გავიდეთ. კი ბატონო. კარგი, დაგირეკავთ რა. მაგრამ ნომერი არა მაქვს თქვენი. მოიფიქრე და დამირეკე. კარგად. კარგად. მოვდივარ. ნორმალური ხარ? ჩამოვიღე კარი. პატრონში ვრეკავდი უკვე. ძალიან დიდი ბოდიში ჩამეძინა. გული გამისკდა რაღაცები მოგიტანე. ბოლო დროს ისე ღრმად მეძინება რა. რა მომიტანე? რაღაცები მოგიტანე. აუ რა გოგო, აი შენ ვარ მყავდა რა მეშველებოდა. აღარ თქვა ეგ გთხოვ. რატომ? იმიტომ რომ კანადიდან დამირეკეს. კეითმა? არა სამსახურმა. მოიწერდა სამსახურში შემოლებოდა გოგო. ხო, მაგრამ რამდენი დღით? წინაზეც ამდენი ხნით ვიყავი ჩამოსული. არა თან ეხა რაღაც სასტრაფოა, იმიტომ რომ ჩვენ გიყიდით ბილეთსო. მოიცადე, უკვე მიდიხარ? ხო, რა ამ დღეებში. კარგი რა. და რამდენი ხნით? 2-3 კვირა. როგორ ვდარდობ არ იცი. ან შენ როგორ უნდა დაგტოვო ესე, ან ის ჩემი დეგენერატი ძმა. ჩემზე ნერვიულობ, რა მე ჩემ თავს მივხედავ და შენ ძმის საქმეც კარგად მიდის. რისი გეშინია? რაღაცას მაინც გამოაკვახებს, გურზნავ. გოგო არის ძალიან კარგი ბიჭი რა. და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეხლა მაინდა მაინც რაღაც გამოაკვახეს. ეს როგორ დაგტოვო? არ მჯერა რომ შენს მშობიარობას ვერ დავესწრებ. არა უშავს, ისე გაივლის 2-3 კვირა, რომ აი ვერც შეამჩნე. გაფრთხილება ახლა. გოგაზე რამეს თუ გაიგებ, ეგრევე მირეკავ. მშობიარობა რო დაგეწყება, მირეკავ და ონლაინ ვერთვები. კაი. პორტოხლის წვენი გინდა? ოკეი რა. ნიკა, მიხარია რომ წამოხვედი. იმდენი პაციენტი ყავს რომ შესვენებაზეც ვერ გამოდიხარ. მიხარია რომ გაგიცანი. ხო, როგორ მოხდი აქ? ტრავმატოლოგი არ ხარ მე მგონი, ხო? მე ზუსტი ბევრი კითხვა. ხორას გიაყარეთ ისევ. არა, ხო, ქირურგი ვიყავი კლინიკაში. და მე რაღაც პირადი პრობლემების გამო მომეწია წამოსი. ისე სწავლის პერიოდში მინდოდა ტრავმატოლოგობა. ნახოთ რა გამოვა. ვის კიდათ დამატება? მე აღარ. თქვენ სამივეს ვიცი გინდათ. მე მიმღებში მუშაობ და პირველი ტალღა ჩვენზე მოდის ხოლმე ხა იცი. წარმოვიდგინე. 2 წუთში მოვთ ამთას მივეხმარი. ვიფიქრე მივეხმარებით თქო. თუ თავი შეგაწყინეს. არა, ძალიან კარგები არიან. უბრალოდ მე ცოტა ინტროვერტი ვარ. მართლა? რა ვიცი, ჩემს ბავშვთან ისეთი კომუნიკაბელური იყავი იმ დღეს. ბავშვები მიყვარს. მართლა მადლობა არც კი მithქვამს შენთვის. ძალიან გადამარჩინე. კარგია, ძალიან საყვარელი შვილი ყავს, როცა დაგჭირდება მომიყვანა. შენი პაციენტების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, 2 თვით ადრე უნდა ჩაგეწეროს. თან ძმაც თუ წამოიყვანა. 2 შვილი ყავს? კი, ალექსი და ილო. რა მაგარია. მე მამა ვერ იტოვებს თორცალია. მამები. ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. ორივე ჯერ არ გამიმართლა.
სიყვარულში თუ არ გიმართლებს? არც კარიერაში გამემართლა დიდად. მასაჟისტობამდე სხვა პროფესიაზე ვოცნებობდი, მაგრამ როცა ორი ქმარი ყავს, ორივე ღალატობს და თან არც ერთი უკან არ იხედება, რაღაც ისეთი კეთება უნდა ისწავლო, რაც შვილებს გაგაზრდებინებს. ხო, მაგრამ შენი საქმის პროფესიონალი ხარ. სამოტივაციოდ მყავს ორი ბავშვი. აუ, თავი შეგაწყვინე, ჩემი პრობლემებით წამ დავუბრუნდეთ. თაკო ბოდიში რომ გავოდინე? არა, უშავს. მზად არის ხო პასუხები ანალიზების? კი. ანალიზის პაპ ტესტის პასუხი, ეკოსკოპიაც ვნახე. ხო, ყველაფერი გავიკეთე, რაც მითხარით. რაც არ მithქვამს ისიც კი. კი, ვიცი. ვიცით რა არის, მინდა რომ რაც შეიძლება მალე დავიწყო მზადება ბავშვისთვის. კი, მაგრამ სანამ შენს შედეგებზე ვისაუბრებ, მინდა რამოდენიმე კითხვაზე გამცე პასუხი. ხო, მშვიდობაა. ჭირს რამე? ორგანული არაფერი, უბრალოდ მინდა რამოდენიმე კითხვაზე მიპასუხო. გისმენთ. ალერგიული ხომ არ ხარ? არა. ხშირად ხომ არ ავადმყოფობ? იმუნური სისტემა ხომ არ აქვს სუსტი? არა, უფრო ბავშვობაში. ბოლოს რაიმე ინფექციური დაავადება ხომ არ გადაგიტანია? არა. წითელა, ყმაყურა. ბავშვობაში მოვიხადე ეგენი კი. მაგრამ რა შუაში ამ ყველაფერთან ვერ ხვდები. ახალგაზრდობაში გადატანილი ეს ვირუსი ძალიან აქვეითებს იმუნურ სისტემას და მოქმედებს რეპროდუქციაზეც. ანუ დაბალი იმუნიტეტი ააქტიურებს ისეთ ვირუსებს, რომელიც მუდმივად არის ორგანიზმში. კერძოდ შენ შემთხვევაში ციტომეგალოვირუსის ტიტრია საკმაოდ მაღალი. საშიშია რამე? იმედია მკურნალობას დაექვემდებარება. და თუ არ? მის მისაშინელება ამის მოსმენა ძალიან რთულია, მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგო. თავარია დამშვიდდე და მკურნალობის პროცესი დროულად დავიწყოთ. მოდი შენ რა უნდა წავიდე. ხოდა გაიგე ზვია? ზვია, გაიგე? კი, და თანახმავარ. რა თანახმა ხარ, ბიჭო, შენი აზრი აინტერესებს. თანხმობა კი არა. პარტნიორი თვითონ ხდება და გასმე რა უნდა უთხრეს თანხმობა. მე ისედაც მუშაობდი. დიდ შეკვეთებზეც ვიმუშავებ. ჭკვიანი ხალხი კიდე თქვენ ხართ. ეს ჩემი ტანჯვით ნაწრთობი ხელები და მე საქმეში ვარ. მეტი რა ვთქვა? შენ რას ფიქრობ, ობა? მახსოვს მე ეგ ტიპი და კომპანიაც რა. მე კიდე შენ ძმობას ვიცავარ ძლივს გავიხსენე რა. არა, სერიოზული ტიპია რა. და რაღაცა საერთაშორისო კომპანიებთანაც თანამშრომლობს. აუ, დიდი შანსი გვაქვს რა. და სულ ამბობთ რომ განვითარება და რაღაცა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი გვინდა რა. ბიჭო, მესმის ხო, მაგრამ რაღაცა უცხო ტიპის შემოყვანა ეხა ჩვენ თემაში. ავი რაღაცა მეუხერხულება რა. კასპერ, მომისმინე. აი, სადგინახია რაღაც დიდი ბიზნესი და სულ სამეგობრო საახლობლოში გაკეთებული. აუ, ესე მართალი ხარ რა. და შენ რას ფიქრობ? რავი, მეც თანხმობისკენ მივდივარ რა. ხო, მეც მანდ ვარ. ერთი პრობლემა გვაქვს. ვიცოდი რომ მაგას იტყოდი რა. მოიცა, მე არ ვიცი. ტექნიკურად ვართ გამომართავები. აი, კაც კი გვაძლევს ფართსაც და კლიენტსაც, მაგრამ კლიენტს რომ რაღაც ისეთი მოუნდეს, რასაც ჩვენ ვერ გავკაჩავთ, აი რა უნდა გავაკეთოთ. ანუ ფინანსები გჭირდება ახალი ტექნიკის შესაძლებლად. ხო. ბიჭო, მაგიტო ერთი რაღაცა მომაფიქრდა რა. გამოვუშვი. ბიჭო, ეს ცეხი ხო არ გავყიდოთ? რატო? ბიჭო, ახალ ფარჩი რო გადავდივართ, ეს ცეხი რაღაცში დაგჭირდება.
თან იმ თანხას ავიღებთ და დაზგებს ვიყიდით, დანადგარებს ვიყიდით და რავი ტექნიკურად მომზადებულები შევხვდებით რა. კარგი იდეაა ეგ. მაგრამ ჯერ ლადონახე. და ზუსტად გაიგე, სად და რა ფართს გვაძლევს. არა, ეგ რა თქმა უნდა, ბიჭო. რავი, მე არ ვიცი რა და როგორ იქნებაც მეგო, მაგრამ მოდი ჩვენს ახალ მიზნებს და წამოწყებას გავუმორჩოს, ჰა? ახედები უსწავლი, ა? Here in the night where the silence crashes, traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me. Every hour is an age without her. Every mile just takes me further away from you, away from me. But still my heart won't leave me be, won't give me time to think. Can you feel that calm as we start to breathe? It'll be easy now, you're alone. Easy now, I'm gone. ჩვენი ფულიანი საქმის დაწყებას გაუმარჯოს. და ჯერ დაგვეწყო? მე ძალიან საეჭვოა რომ ბავშვი გამიჩნდეს. ისევ დატყდი რა? არა, ნახეთ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიან. Male, male, ხომიცრომ მიდის და აღარ იცის დრო. ახელ თვალებს დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს